ბატონ გიორგი მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენ საუბრობთ დღეს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ. თქვენ გავწერეთ განცხადება აირბოლ პერიოდში, სადაც არის საუბარი გამოწვევებზე, თანხმობებზე და გასაგრძელებლად ტურისტულ ზონებზე არის აქცენტი გაკეთებული. მინდა გთხოვოთ, რომ გითხრათ რა ინფორმაცია გაქვთ და რა საშუალებს მონიტორინგის შედეგები. სად არის საქმეები, რა ტიპის საქმეები მიიღება და რამდენად მწვავე არის ეს პრობლემა ტურისტულ ზონებში. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისათვის, ამ საკითხით დაინტერესებისათვის. მე გახლავართ გიორგი ბახტურიძე, წარმოადგენ თამბაქოს კონტროლის ალიანსს და რაც შეეხება ამ კითხვას, ტურისტულ ზონებში უფრო მეტი დარღვევები გქონდა იგივე თამბაქოს და სხვადასხვა პროდუქტების მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ 2018 წლიდან აკრძალულია როგორც სიგარეტის, ასევე ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, ჩილიმის მოხმარება და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ყველა ტიპის მოსაწევი ამ ტიპის თამბაქოს იქნება ეს თუ ნიკოტინის არ აქვს მნიშვნელობა თუ ნიკოტინო, ყველა ამ ტიპის პროდუქტების მოხმარება არის აკრძალული კანონით. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ განცხადებაში ასევე ფიქსირდება ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი დარღვევები რაოდენობრივად მოდის ახალ პროდუქტებზე, განსაკუთრებით ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს და ჩილიმს. ფაქტიურად ისეთ ტურისტულ ზონებში როგორც არის აჭარა მაგალითად, ხო, ყველაზე მეტად ხშირად ვთქვათ დარღვევის ფაქტები მოდის ჩილიმზე. მაშინ როდესაც დახურულ სივრცეში ჩილიმის არა მხოლოდ მოწევა, არამედ გამოდებაც კი არის დარღვევა. და ჩვეულებრივად იგივე საჯარიმო სანქცია, რაც ჩვეულებრივად მწეველობის მოწევის შემთხვევაში დახურულ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ამიტომ კიდე ერთხელ მინდა სამასპინძლო ბიზნეს წარმომადგენლებს ასევე მოუწოდოთ, რომ ახალ პროდუქტებს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტურად რეგულაციის ქვეშ და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მაგალითად კლიენტის რესტორანში ვთქვათ არ უკრძალავენ მაგალითად ელექტრონული სიგარეტის თუ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების გამოყენებას, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ჩვენ თვითონ რამოდენიმეჯერ წავაწყდით ასეთ ფაქტს, მე მოუწოდეთ მენეჯმენტს და შეიცვალა დამოკიდებულება და მდგომარეობა. ამიტომ თქვენი ეთერის საშუალებითაც მინდა კიდე ერთხელ მოუწოდო სამასპინძლო დაწესებულებებს და უთხრა, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარება არის აკრძალული დახურულ შენობაში ახლა. თუ ღიაზე ვსაუბრობთ, იქ ჩილიმის მოწევაც შეიძლება და ნებისმიერი პროდუქტის მოწევა. მაგრამ რაც შეეხება ახლა დახურულს და ღიას, აქაც აჭარაში იგივე манипуляციას ჰქონდა ადგილები რა თვალსაზრისით. შუშევით არის შემინული, თითქმის 2/3 არის დახურული და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს არის ღია, არ არის ღია. ნახევარზე მეტი მაინც უნდა იყოს ღია. ანუ ორი კედელი მაინც უნდა იყოს ღია, თუ რომ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ღია სივრცე. მაგრამ ორ კედელზე მეტი თუ კი აქვს უკვე შუშით იქნება ეს შემოსაზღვრული პოლიეთილენის პარკით, არ აქვს მასალას მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჯარიმდება დაწესებულება. ანუ პირველ რიგში ამ დარღვევაზე პასუხს აგებს დაწესებულება, რომელსაც ევალება, რომ აღკვეთოს მოწევის ფაქტები. და მეორე რიგში ასე რომ ვთქვათ, თუ იდენტიფიცირება ხდება პირის, რა თქმა უნდა, წეველი. ეხლა ყველაზე დიდი დარღვევები, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის იმ კაფე-ბარებში, სადაც ჩილიმს აწევინებენ და აღმოვაჩინეთ, რომ მათი მენეჯმენტი ან მფლობელები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. განსაკუთრებით ეს ეხება არაბულ ქვეყნებს და რუსეთს. და სამწუხაროდ მასობრივად არიან ფლობენ ესენი ამ ბიზნესებს და არად დაგიდევენ, მოდი ესე ვთქვათ, კანონის რეგულაციებს. ძალიან კარგად იცის მენეჯმენტმა, მივხვდით კიდევაც, როდესაც მათთან კომუნიკაციაში შედის პოლიცია ან ჩვენი წარმომადგენელი, რომ ძალიან კარგად ერკვევიან კანონის, ესე ვთქვათ, არსებობაში და მუხლებში, უბრალოდ როგორც ჩანს, მათ უღირთ საჯარიმო სანქციების გადახდა. ამიტომ ჩვენი წინადადებაა და უახლოეს პერიოდში ამას დავაყენებთ, რომ გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, რომელიცაც უფრო შემაკავებელი, ესე ვთქვათ, უნარი ექნება. აი ისიც გამოვიდეთ ახლა რამდენი? კი, გეტყვით ეხლავე. დღეის მდგომარეობით გახლავთ ეს პირველ ჯერზე, თუ კი მოხდა ამ დარღვევის დაფიქსირება არის 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარი, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2000 ლარი. ანუ მაქსიმუმი ჭერი არის 2000 ლარი. და
არ ექვემდებარება, ანუ ადგილზევე იღებს პოლიცია გადაწყვეტილებას და სასამართლო ქვემდებარე არ არის. რა თქმა უნდა, თუ კი თვითონ ობიექტი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია თავისუფლად გაასაჩივროს სასამართლოში. ჩვენი წინადადება არის, რომ მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, რომ შემაკავებელი გახდეს. ეხლა ჩვენ გვაქვს ასევე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ჩილიმებში გარდა თამბაქოსი არის კიდე სხვა აკრძალული ნივთიერებები, შეიძლება იყოს ნარკოტიკული ნივთიერებები. ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას ძალიან ყურადღებით იყოს ამ კაფე-ბარების მიმართ, სადაც ჩილიმს მოიხმარენ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ღია სივრცეში მოიხმარენ თუ დახურულ სივრცეში, ეს არის კრიმინალი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ძალიან ვთხოვ, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ აი ხმალამოღებული იბრძვის ნარკომანიის წინააღმდეგ, ერთ-ერთი მთავარი წყარო და საშუალება, რითაც თქვათ მომხმარებელი იღებს უკანონო ამ ნივთიერებებს, გახლავთ სწორედ ეს კაფე-ბარები, სადაც ჩილიმს მოიხმარენ. ამიტომ ძალიან ვთხოვ იგივე შინაგან საქმეთა მინისტრს და შესაბამის დაწესებულებებს, რომ მოახდინონ ამაზე მკვეთრი რეაგირება და მოახდინონ მონიტორინგი ამ პროცესის, რაც შეუძლიათ თავისუფლად მათ და აქვთ მაგათ უამრავი საშუალება, რომ დააფიქსირონ ასეთი ფაქტები. არა და ეჭვი, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უღირთ მათ და იხდიან ამ საჯარიმო სანქციებს, მაგრამ როგორც გითხარით, როცა გავზდით ამ საჯარიმო სანქციებს, ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი აუცილებლად იქნება და ვფიქრობთ, რომ პირველ ჯერზე 1000 ლარი, განმეორებისას 2000 ლარი, 3000 ლარი და მესამე და მომდევნო ჯერზე 5000 ლარი და ესეც ადგილზე შეფარდებადი იქნება, არ იქნება სასამართლო ქვემდებარე და თუ კი ვთქვათ, როგორც გითხარით, ობიექტი ჩათვლის, რომ ვთქვათ, უკანონოდ მოხდა ოქმის ამოწერა და გადაწყვეტილების მიღება, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. თქვენ ახსენეთ, რომ 2018 წლიდან უქმდებს დიახ. ეს რეგულაცია და აი რომ შევაფასოთ ეს პერიოდი, რამდენად ეფექტიანია ეს კანონი და რამდენად გათავისუფლდა კი ბატონო, მოგახსენეთ. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ ასევე სახელმწიფო დაკვეთით ამ შემთხვევაში ტენდერების საშუალებით ეს არ არის არც გრანტი, არც საჩუქარი ვინმეს რომ ესე ჩავთვალოთ. ჩვენი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში თამბაქოს კონტროლის ჩაჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრი 2018 წლიდან პერიოდულად და სისტემატურად უკვე ახორციელებს ამ კანონის მონიტორინგს, სამოქალაქო მონიტორინგს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და დაინტერესებული ორგანიზაცია, რომ ის კანონი, რომელიც 10 წლების განმავლობაში ჩვენი ბრძოლით და ომის შედეგად იქნა მიღებული, აღსრულდეს მაქსიმალურად. დაახლოებით 10000-მდე ობიექტს ვამოწმებთ ჩვენ მოწევასთან დაკავშირებით. ვაჭრობის წესებთან დაკავშირებით 6000-მდე ობიექტს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 4000-მდე. ასევე ვატარებთ აღმასრულებელი სტრუქტურების, როგორც არის საპატრულო პოლიცია, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამსახურები, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოლიციები და ვისაც ევალება აღსრულების სხვადასხვა კომპონენტი, ხო? მათ ვუტარებთ ასევე სამუშაო შეხვედრები გვაქვს, ტრენინგები მათთან დაახლოებით 50-მდე წლის განმავლობაში, საკმაოდ კოლოსალური სამუშაოა, მინდა გითხრათ. და ამ წირი დაფინანსების პირობებში, რაც ახლა ჩვენ ორგანიზაციას აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ობიექტი. ამ ობიექტების მონიტორინგის შედეგად დარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის სახელმწიფო სტრუქტურებზე. მუნიციპალიტეტების შენობები, სახელმწიფო, ასე ვთქვათ, დაწესებულებების შენობები, ანუ სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელობა გონია, რომ მათ აქვთ უფლება, რომ დაარღვიონ კანონი. ეს არის რაღაც საბჭოური მენტალიტეტის გადმონაშთი, მე ესე მიმაჩნია და ასევე შევამჩნიეთ რამოდენიმეჯერ, რომ იგივე კვების ობიექტებში, რესტორნებში და ბარებში მაგალითად პოლიციელები არღვევენ თვითონ ამ წესებს და რამოდენიმეჯერ იყო ფაქტი, როდესაც მიმტანმა შენიშვნა მიცა იგივე პოლიციის, ახლა მაშინ ფორმა არ ეცვა და ვერ გაარჩია ვინ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? გინდა პოლიციელი იყო, გინდა მინისტრი იყავი, გინდა პრემიერ-მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს? არღვევ კანონს უნდა შესაბამისად დაჯერებდე და ფიზიკური შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი ამ მიმტანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იქ უკვე სისხლის სამართლის
კანონმდებლობის დარღვევაც იყო, არა მხოლოდ მოწევის ფაქტის და შესაბამისად მოხდა ამ პირების დაკავება და შესაბამისად სისხლსამართლები პრასუხისმგებაში მიცემა. იმის თქმა მინდა, რომ არავის არ აქვს პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო დაწესებულება იქნება, კერძო დაწესებულება, სამუშაო ადგილი, სამედიცინო დაწესებულება, საგანმანათლებლო, თუ კვების ობიექტი არ აქვს მნიშვნელობა. ყველგან უნდა იცვლებოდეს კანონის მოთხოვნა და როგორც გითხარით, ყველაზე ურჩი ამ შემთხვევაში 12%-იანია დარღვევა არის სახელმწიფო სტრუქტურები. შემდგომ რაოდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის სამედიცინო დაწესებულებები. დაახლოებით სამედიცინო დაწესებულებების 8%-ში ეს საკმაოდ დიდი ციფრია. 8-9%-ში ირღვევა ამ კანონის მოთხოვნები. იცით თქვენ, რომ იგივე სამედიცინო დაწესებულებებში არის დახურული, ვთქვათ, სივრცეები, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეაღწევს, მათ შორის ჩვენი მონიტორი და სამწუხაროდ იქ სწორედ ამ დახურულ სივრცეებში, სადაც ინფექციების მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს და სხვა კიდე წესები უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების დაცული, იქ ხდება თამბაქოს და სხვა პროდუქტების მოხმარება და დარღვევა. როგორც ხო, ეხლა რაც შეეხება საკანონმდებლო კიდე გამოწვევებს არის ის, რომ მაგალითად მცენარეული მოსაწევი პროდუქტები არ არის დარეგულირებული. ეხლა სოციალური ქსელებით, ინტერნეტის სივრცეებით ხშირად ნახავთ იგივე ცნობილ სახეებს ან ბლოგერებს, რომლებიც უწევენ პროპაგანდას მცენარეულ მოსაწევ პროდუქტებს. თითქოს ეს იყოს ჯანსაღი, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ამ შემთხვევაში ფოთოლის წვის შედეგად გამოიყოფა როგორც ტოქსინები, ასევე კანცეროგენები და სერიოზულ საფრთხეს და ზიანს აყენებს ჩვენ ჯანმრთელობას. ამიტომ ეს საკანონმდებლო, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა უნდა აღმოიფხვრას და ამის შესახებ წინადადებები გვაქვს. სადა შეფუთვაზე? ხო. ხო, აღსრულების დონე არის დაახლოებით 95%. ეს მაღალი აღსრულების დონეა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რთულია იგივე ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარების გამოვლენა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ზომაში პატარა არის, ხელის გულში შეუძლიათ მოათავსონ, და მალულად შეუძლიათ ესე რომ ვთქვათ მოწიონ და რთულია მისი იდენტიფიცირება და დაფიქსირება, როგორც კამერის საშუალებით რომ დავაფიქსიროთ დარღვევა, ასევე როდესაც ვთქვათ აღმასრულებელი სტრუქტურა მიდის ობიექტზე, ამ შემთხვევაშიც რთულია იდენტიფიცირება. ამიტომ ჩვენ ასე რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში აუცილებელია ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური და ასე რომ ვთქვათ მრავალპლანიანი საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანია ამ კუთხით არ გამართულა ქვეყანაში. როგორც ვიცი, ჯანდაცვის მინისტრს აქვს ამის მზაობა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ფართემასშტაბიანი, ხანგრძლივადიანი საინფორმაციო საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო კამპანია გაიმართება, რომლებიც მიეძღვნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის მავნეობას, არამედ ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, საღეჭი და საწუწნე თამბაქოს, ესე რომ ვთქვათ, ჯანმრთელობაზე ზიანს. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოფილი მინისტრები, მაგალითად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები ჩართული არიან ამ პროდუქტების პოპულარიზაციაში და პროპაგანდაში. და იქამდე ექიმებს ურჩევენ და ატრენინგებენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ პაციენტებს ურჩიონ ერთი ლეტალური პროდუქტიდან, იგივე სიგარეტიდან ელექტრონულ სიგარეტზე მეორე ლეტალურ პროდუქტზე გადასვლა, რაც არის როგორც არაეთიკური, ასევე უკანონო ქმედება და ამიტომ მოუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით გადადგას სერიოზული ნაბიჯები და მოახდინოს მასობრივად, ესე რომ ვთქვათ, მოსახლეობის ინფორმირება. კი ბატონო. ეხლა რა არის სადა იგივე სტანდარტიზირებული შეფუთვა, ხო? ეს გახლავთ, რომ სიგარეტის ყველა კოლოფი უნდა იყოს ერთფეროვანი. ეს რეგულაცია ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მერე გადავადა 2022 წლამდე, მერე 2023 წლამდე, მერე 2024 წლის 1 ივლისამდე, მერე 2025 წლის 1 აპრილამდე. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევა ჰქონდა, თქვა თამბაქოს ინდუსტრიას გაწეული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. გარდა სიგარეტისა, ამ შემთხვევაში სადა შეფუთვის ნორმა, ისევე როგორც ათეულობით ქვეყანაში, უნდა გავრცელებულიყო გასახურებელი თამბაქოს პროდუქტზე. არ ვასახელებ ხა კონკრეტულ ბრენდს, იმიტომ რომ ერთი კომპანიაა და ერთი ბრენდია.
და შესაბამისად ამ კომპანიამ, კონკრეტულმა კომპანიამ, ამ შემთხვევაში კომპანიას დავასახელებ, ეს არის Philip Morris-ი. Philip Morris-მა მოახდინა ამ ინტერესების, ესე ვთქვათ, ლობირება სახელმწიფო დონეზე და ამოიღეს ამ რეგულაციიდან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, რომელიც არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტია, ხო? და შესაბამისად არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ეს გადაწყვეტილება. თუმცა როგორც გითხარით, მათ თავიანთი ლობის საშუალებით ეხა კონკრეტულ იმას ვერ დავასახელებ ამ შემთხვევაში, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს და თუ დაინტერესდება შესაბამისი ორგანოები და ჩვენ მივმართეთ კიდევაც რამოდენიმეჯერ იგივე ანტიკორუფციულ, ესე ვთქვათ, ბიუროს, მივმართეთ შესაბამის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურებს, რომ კორუფციული გარიგება თამბაქოს ინდუსტრიის კონკრეტულ კომპანიებსა და შესაბამის თანამდებობის პირებს შორის მომხდარიყო, მაგრამ ოფიციალურად მოგვივიდა ორჯერ წერილი, რომ ამ ურთიერთობებში კორუფციული ნიშნები არ იკვეთებაო. არა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რა თქმა უნდა, როდესაც ამ საკითხების ასე ლობირება ხდება, რა თქმა უნდა, იქ ფინანსური ინტერესებიც არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ეხლა რა მოხდა 1 აპრილიდან? მიუხედავად იმისა, რომ სრულად უნდა შემოსულიყო მხოლოდ სადაშეფუთვიანი, ანუ ერთგვაროვანი, ერთფეროვანი ყავისფერი ფერია მოგეხსენებათ, უკვე ალბათ ვიზუალურად სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ როდესაც მყიდველი, თქვათ, სიგარეტის მყიდველი, თქვათ, აფიქსირებს ყიდულობს, ამ შემთხვევაში იღება ჟალუზი და შეუძლია სხვა მომხმარებელმაც ნახოს, რომ ერთფეროვანი არის. თავიდან რა გააკეთა ახლა ინდუსტრიამ? ათეულ ათასობით ბარათი დაბეჭდა სადაშეფუთვის ვიზუალით. და პირველ რიგში ჩაამწყრივა ესე და უკანა რიგში ჩვეულებრივად იყო ჩამწყრივებული ძველი შეფუთვის სიგარეტები. ანუ პირველი манипуляცია იყო ის, რომ ისინი манипуლირებდნენ ახალი ტიპის, ვთქვათ, კოლოფის დაბეჭდას დიდი თურმე ძალისხმევა ჭირდებოდა და ათეულ ათასობით ბარათები დაბეჭდეს უმაღლესი ხარისხის პრიალა, საკმაოდ ისეთი მიმზიდველი, ცოტა მაღალი, რომ ისე მომხდარიყო, რომ ვთქვათ, თქვენ რო პირდაპირ უყურებთ, ვთქვათ, იმ თაროებს, შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ თითქმის ყველა კოლოფი არის სადაშეფუთვის. სინამდვილეში უკანა ელაგა ჩვეულებრივი, ესე რომ ვთქვათ, შეფუთვიანი სიგარეტები. ეს იყო პირველი манипуляცია, რაც მათ გააკეთეს. მეორე იყო, რომ ამ ნენელა რო ჩაანაცვლეს სადაშეფუთვიანი, ვთქვათ, კოლოფები, უკანა მხარეს ისევ, ვთქვათ, ძველი შეფუთვები, ან ქვედათაროებია კიდე განსაზღვრული და ქვედათაროებში ეს ძველი შეფუთვის სიგარეტები იყიდებოდა. ასევე დავაფიქსირეთ ფაქტი მონიტორინგის დროს, რომ კონკრეტულ, ესე ვთქვათ, სავაჭრო ობიექტების ქსელის ცენტრალურ ოფისს, ადგილობრივი ოფისებისთვის ჰქონდა მიწერილი შემდეგი ცირკულარული წერილი, რომ ამადამ სადისტრიბუციო კომპანიის მიერ შემოტანილი ძველი შეფუთვიანი სიგარეტები მიიღეთ, ეს არის მაისის თვეში, ანუ აპრილში წესით აღარაფერი აღარ უნდა შესულიყო ძველი, ხო? და მიიღეთ ესე რომ ვთქვათ, ძველი შეფუთვის სიგარეტები, ამოყიდეთ ჩვეულებრივად და თუ კი ვინმე დაგაჯარიმებთ, ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციას თვითონ ეს სადისტრიბუციო კომპანია გადაიღებს. ეს არის პირდაპირი, ესე რომ ვთქვათ, გარიგების სახე, ანუ კანონდარღვევის პირდაპირი სახე, რომელზეც ჩვენ შემოსავლების სამსახურსაც მივუთითეთ და აღმოჩნდა, რომ ყოველ თვეში დაახლოებით ჩვენი მონიტორინგის შედეგად 200, საშუალოდ 200 დარღვევა ფიქსირდებოდა ყოველთვიურად. 5 თვე გავიდა მას შემდეგ. დაახლოებით 1000-მდე საჯარიმო სანქცია უნდა დაწესებულიყო ამ დაწესებულებებისათვის, რომელთაგან თითეულზე საჯარიმო სანქცია არის 5000 ლარი. 1000 ჯერ 5000 არის 5 მილიონი ლარი. სუმცირე 5 მილიონი ლარი დაკარგა ბიუჯეტმა შემოსავლების სამსახურის კონკრეტული სამმართველოს უმოქმედობის შედეგად. და ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში იქაც რაღაც ზეპირი შეთანხმება იყო კონკრეტულ პირებს შორის, რომ რამოდენიმე თვე არ მოეხდინათ ადმინისტრირება. ესეც არის უკვე სამოხელეო დანაშაული და ამიტომ მოუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დღესაც რო ჩახვიდეთ, ესე ვთქვათ, სავაჭრო ობიექტში, კონკრეტული კომპანიის, კონკრეტული ბრენდი, ისევე Philip Morris-ია. Philip Morris-ის კონკრეტული ბრენდი ახლა ძველი შეფუთვით იყიდება. ეს არის უკვე პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში გვაქვს ეჭვი საფუძვლიანი, რომ აქაც გარკვეულად შეიძლება არსებობდეს კორუფციული გარიგების
საფუძვლები და ამიტომ მივმართათ შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს, რომ მოიკვლიონ ეს რასთან გვაქვს საქმე, აქ უკვე სამოხელეო დანაშაულიც იკვეთება. არა მხოლოდ ის, რომ კერძო სუბიექტებს შორის არის ეს გარიგება, ვთქვათ, უკანონო, არამედ კონკრეტული პირებიც ალბათ მფარველობენ ამ პროცესს. დიახ. სადაშეფუთვასთან დაკავშირებით ბოლოთვის მონაცემებით დარღვევები არის დაახლოებით 40%. 40% ეს საკმაოდ დიდია. წარმოიდგინეთ. და მინდა ვთქვათ კიდევ ერთხელ განმარტოთ სადაშეფუთვის რეგულაციის მნიშვნელობა. კი ბატონო. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამ მაინც მოწევს, მაინც იპოვებს იმას, რაც უნდა ივენს. ნახეთ, გეტყვით ეხლა. ორი დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მწველებთან მიმართებაში, მეორე არამწველებთან მიმართებაში. არამწველები, რა თქმა უნდა, არიან ბავშვები და ახალგაზრდები. მათთვის მიმზიდელია თვითონ კოლოფის დიზაინი, ეს ფერების გამა და ასე შემდგომ. განსაკუთრებით კონკრეტული ფერების გამა და ასევე ორნამენტები იყო ორიენტირებული ქალბატონებზე, ქალთა სეგმენტზე, იმიტომ რომ ქალებში მწველობის რიცხვი ჯერჯერობით 3-ჯერ ნაკლებია, დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე მამაკაცების საქართველოში. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი სწორედ მარკეტინგული ამ შემთხვევაში გათვლა ინდუსტრიის გახდათ ის, რომ ამ დიზაინის შედეგად წვრილი კოლოფები, წვრილი ღერები, ну ეგრეთ წოდებული slim სიგარეტები, მათი დიზაინი, შეფუთვა, მარკირება, ყველა ეს ფორმა და მეთოდი გამოყენებულია იმისთვის, რომ ბავშვების და განსაკუთრებით გოგონების სეგმენტი ყოფილიყო ჩათრეული. ანუ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც სადაა შეფუთვა და ამ შემთხვევაში ძალიან არამიმზიდველი ფორმა აქვს, ფერი აქვს, ფორმა ვერ შევცვალეთ. სამწუხაროდ თავიდან, ანუ თამბაქოს ინდუსტრიის манипуლირება კიდე ის იყო, რომ ფორმები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ყველა კოლოფის ერთნაირი. მიუხედავად იმისა, slim სიგარეტი, ანუ წვრილი სიგარეტი იქნებოდა თუ მსხვილი სიგარეტი არ იქნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ სამწუხაროდ ესეც თამბაქოს ინდუსტრიამ ლობირების შედეგად, ესე ვთქვათ, ამ ვერ მოვახდინეთ ამ ინტერესების დაცვა. მაგრამ რაც გვაქვს, ამაზეც როგორც გითხარით, სამწუხაროდ თამბაქოს ინდუსტრიამ ცდილობს, კი არა, მაქსიმალურად ცდილობს ესე ვთქვათ დარღვევებს. და აღმოჩნდა, რომ ბავშვების დაახლოებით 4-5% არ იწყებს ასეთი შეფუთვის სიგარეტების ესე ვთქვათ მოწევას. ეხლა დაახლოებით ჩვენ გვაქვს 9% არასრულწლოვანებში ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის შემთხვევები. 2016 წელს იყო 19 წელს იყო უკაცრავად 2017 წელს იყო 18%, ეხლა გვაქვს 2024 წლის მონაცემებით გვაქვს 9%. ანუ ორჯერ შემცირდა ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარება. ეს გამოიწვია იმ ესე ვთქვათ რეკლამა პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვამ, ასევე შესაბამისმა კონკრეტულმა საკომუნიკაციო მაშინდელმა კამპანიებმა და ასე შემდგომ და ამას ემატება უკვე სადაშეფუთვა, რომელსაც თავის ეფექტი ამ სეგმენტზე ექნება. ასევე უკვე მწველების დიდი ნაწილი, მე ალბათ თქვენც გსმენიათ, რომ ამბობდნენ, უკვე ფსიქოლოგიური მომენტიც არის, რომ აი უკვე სადაშეფუთვა რა შემოვიდა, შეეცვალა გემო და თითქოს ხარისხი ამ სიგარეტებს. ხარისხი ეგრეთ წოდებული არ არსებობს თამბაქოს ხარისხი, იმიტომ რომ ყველა თამბაქოს პროდუქტი არის აბსოლუტურად ტოქსიური, კანცეროგენული და იქ ხარისხზე საერთოდ ვერ იმსჯელებ. მაგრამ გემოს რაც შეეხება საგემო ნოთვისებების თვალსაზრისით, წესით არაფერი არ უნდა შეცვლილიყო, უნდა შეცვლილიყო მხოლოდ კოლოფები. და ფსიქოლოგიური მომენტი ალბათ, რომ აი ნახეთ, შეიცვალა დიზაინი და მათ ფსიქოლოგიურად ასევე შეეცვალათ განწყობა. აი ეს მნიშვნელობა აქვს ამას და ბევრმა გარკვეულწილად შეზღუდა კიდევაც მოწევა. ჯერ სტატისტიკა არა გვაქვს გამართული, რომ თქვათ, რამდენმა შეწყვიტა საერთოდ მოწევა ამ სიგარეტების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს განწყობები ალბათ თქვენც გსმენიათ და საკმაოდ ისე ფართე რეზონანსი ჰქონდა ამას. და მწველებს შორის დაახლოებით 2%-იანია კლება. მარტო ამ ზომის შედეგად. ანუ საკმაოდ ეფექტურია, იმიტომ ნახეთ 7 წლის განმავლობაში იბრძოდა ინდუსტრია, რომ არ მომხდარიყო ამ ნორმის შემოტანა. გადაავა და მე ელოდებოდა ალბათ ხელისუფლება შეიცვლება ან რაღაცად მოხდებოდა და ნუ ესე ვთქვათ გაწელა პროცესი და ეხლაც ცდილობს რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ სადაც შესაძლებელია ის ძველი შეფუთვის სიგარეტები გქონდეს ბაზარზე. რა თქმა უნდა. და სამწუხარო პროცესია კიდე რომ მთელი ეს მარკეტინგი გადავიდა ღერზე.
თავიდან ამ ნორმატიულ აქტში ღერზე არანაირი წარწერა არ უნდა ყოფილიყო. და ეხლა ღერი რო აიღოთ, სადაც შეფუთვის სიგარეტიანი ღერი, მთელი რეკლამა იქ არის მოცემული. როგორც კომპანიის ლოგო, ასევე დასახელება ამ ესე ვთქვათ ბრენდის და ქვებრენდის და ასე შემდეგ და ისე ლამაზად არის გაფორმებული, რომ კიდე მიგიზიდავს. ამიტომ ჩვენ მომავალი ესე ვთქვათ მომდევნო ნაბიჯები რა არის? ამ შემთხვევაში როგორც გითხარით, პირველ რიგში საჯარიმო სანქციების მაქსიმალური გაზრდა, ასევე არომატების და საგემოვნო დანამატების სრული აკრძალვა ყველა პროდუქტში, როგორც სიგარეტში, ასევე ელექტრონულ სიგარეტში, გასახურებელ თამბაქოში. ელექტრონულ სიგარეტს რაც შეეხება, იქ შეიძლება დარჩეს მხოლოდ თამბაქოს გემოს არომატი. სხვა არომატები იქ არ უნდა იყოს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები არ მიიზიდოს, იმიტომ რომ ელექტრონულ სიგარეტის მოხმარება ორჯერ გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს არის უკვე ეპიდემიის მანიშნებელი, ამიტომ სასწრაფო ღონისძიებები არის მისაღები, რომ არომატიზატორების აკრძალვა, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების სრული აკრძალვა, ასევე ბაზარზე ახლახან შემოვიდა და ესეც ბავშვებისთვის მიმზიდველი გახდა ნიკოტინის ფაუჩი ქვია, ჩვეულებრივ ესე რომ ვთქვათ, პატარა პაკეტებშია მოთავსებული ნიკოტინიანი და არომატიზირებული ესე რომ ვთქვათ, საწუწნი ნიკოტინი და საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, ნიკოტინი არა მხოლოდ მიჯაჭვულებას იწვევს, არამედ კარდიოტოქსინია და შესაბამისად გულსის დახთა სისტემას ურტყამს პირველ რიგში და სერიოზულ პრობლემებს უქმნის ასევე პირისღრუს ჯანმრთელობას პირველივე ეტაპზე. ამიტომ ბევრმა ქვეყანამ უკვე აკრძალა ასეთი ახალი ტიპის პროდუქტები და ჩვენც გვაქვს წინადადება, რომ ასეთი ტიპის ახალი პროდუქტები უნდა აიკრძალოს. ასევე მიყიდვა ყველა ამ პროდუქტების დღეს 18 წელია მოგეხსენებათ ლეგალური ასაკი მიყიდვის და 21 წლამდე უნდა გაიზარდოს. ეს საშუალებას მიცემს ასევე მაკონტროლებელ სტრუქტურებს, რომ მოახდინოს საკონტროლო შესყიდვა, იმიტომ რომ არასრულწლოვანის ჩართვა საკონტროლო შესყიდვაში ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ამ ნორმის შედეგად 18-დან 21 წლამდე ასაკის პირით ჩვეულებრივად შეუძლია, რომ ამ შემთხვევაში პროცესში მონაწილეობდეს მონიტორინგის პროცესში და 2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს უნდა აეკრძალოთ საერთოდ მიყიდვა ყველა ტიპის პროდუქტების. ისინი როცა სრულწლოვანები გახდებიან. თუ იმ დროისთვის 21 წელი იქნა მიყიდვის ასაკი, გამოდის რომ 2015-დან 21 წელი რომ მივუმატოთ, 2027 წელი გამოდის. საკმაოდ დიდი პერიოდია იმისთვის, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ეს მომავალი თაობები, ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ ასეთი ტიპის ლეტალური პროდუქტები მათ აღარ მიეყიდებათ. უახლოეს პერიოდში წარვადგენთ ჩვენ ამ წინადადებებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად. ამას აუცილებლად ვაპირებთ ჩვენ ამ წინადადებების, ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბებას და შემდგომ უკვე იმედი გვაქვს, რომ თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი არის მომავალი თაობების ჯანსაღად აღზრდა და როცა საუბარია ესე რომ ვთქვათ, ნარკომანის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი უმძიმესი ნარკოტიკი არის ნიკოტინი. ჰეროინის და კოკაინის შემდგომ მოდის თავისი მიჯაჭვულობით და ეს არ არის მარტივი, ესე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ნარკოტიკი. რთული ნარკოტიკია და როგორც ნარკოტიკი ამ შემთხვევაში ასევე უნდა იყოს ჯერჯერობით ლეგალური ნარკოტიკია ამ ეტაპზე, მაგრამ როგორც ლეგალური ნარკოტიკი უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და ასევე ერთი საკითხი დამჭირდა, რომ აუცილებელია საცალო ლიცენზირების შემოღება. ასე ხელმისაწვდომი ასეთ ტიპის პროდუქტები ცივილურ და ნორმალურ ქვეყნებში არ არის. განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ეს პროდუქტები ელექტრონული სიგარეტები. ელექტრონული სიგარეტები არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში იყიდება, არამედ იყიდება სამეურნეო საქონლის ასე ვთქვათ მაღაზიებში, ქიმიის მაღაზიებში, იქამდე კომპიუტერული თამაშების ასე ვთქვათ დაწესებულებებში, სადაც არასრულწლოვანები იყრიან თავს და ჩვეულებრივად ხდება მათი არასრულწლოვანებზე ასე ვთქვათ რეალიზაცია. და სპეციალიზირებული მაღაზიიდან უნდა იყიდებოდეს ლიცენზიის საფუძველზე და ასე ხელმისაწვდომი ეს ლეტალური პროდუქტი ყველა პროდუქტს ეხება ეს რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. და ეს არის ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩვენი ძირითადი მოთხოვნები ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა სხვა მოთხოვნებიც გვაქვს უფრო ეფექტური ვთქვათ ამ შემთხვევაში პერიოდულად უნდა მოხდეს გადასახადების ასევე გათანაბრება, იმიტომ რომ დღეს ელექტრონული სიგარეტის გადასახადი არის სამჯერ ნაკლები ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებაში. ანუ აქაც კი ამ კონკრეტულ პროდუქტს აქვს პრეფერენცია და ვინ იყენებს ამას?
ბავშვები და ახალგაზრდები. მიტო არის გაზრდილი მნიშვნელოვნად ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არასრულწლოვნებში და ამიტომ არის საგანგაშოდ და სასწრაფოდ, ესე რომ ვთქვათ, მისაღები ზომები. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.